მოგესალმებით, ჩემო რაღაც დიდი ხანი მე მგონი ვიდეოად ჩამიწერია. ჩემს სოციალურ ქსელებს რაც ცილები ადამიანი უკეთ და უკეთ მიდის შენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. და დღეს მსურს საუბრად პრობლემატურ ფილმზე გასაუბროთ და მისი რევიუ ჩავწერო. მინდოდა ინგლისურად ჩამოწერა, მაგრამ მოდი ქართულად იყოს, რადგან ჩვენთან ასეთ პრობლემებს არ ხედავენ, ან უბრალოდ არ უნდათ დანახვა და მშვენივრადაც აცნობიერებენ. მოკლედ დღევანდელი რევიუ ეხება სუბსტანციას. პირველი ბადი ჰორორია, რომელიც ოსკარს 5 ნომინაცია მოიპოვა. სიმართლე გითხრათ, ამ ჟანრს ვერ ვიდან, მაგრამ ეს ისეთი ფილმია, რომ მაინც ღირს ხურებ. თქმა უნდა, ყველასთვის არ არის ეს ფილმი და ისედაც ვინც ასეთ დატვირთული ვართ საყოველთაო პრობლემებით და განვიცდით მსოფლიოში მიმდინარე ყველა მოვლენას, უფრო მძაფრად აღვქვათ ასეთ ფილმებს. სუბსტანცია 2024 წლის ფილმი, კორალ ფარჯეტის ასე ვთქვათ შედევრი. ადამიანი, რომელსაც ყოველთვის უარყოფდნენ და რომელსაც უთხრეს, რომ ასეთი ტიპის ფილმებში არაფერი გამოვიდოდა და მოიპოვა 5 ოსკარის ნომინაცია და ძალიან კარგია მაგ შემთხვევაში კარმა, როგორც მოქმედებს. მოკლედ ისტორია არის ერთ ცნობილ პიროვნებაზე, რომელიც უკვე 40 წლის ხდება და მისი ვარსკვლავი, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა ქრება და გადაწყვეტს შავი მარკეტიდან გამოიწეროს როერთან ბლოკონ არ ვიტყვი ამ სიტყვას. ისეთი ნივთიერება, რომელიც არ არის კანონზომიერი რა, ასე ვთქვათ, მოდი და გამოიყენებს ამ ნივთიერებას და შემდეგ უკვე ამით იწყება და მიმდინარეობს თელეფილმი რა. და როგორი შედეგი აქვს ამას, რანაირი გავლენა მოახდინა მას და რამდენად უნდოდა იმ დიდების დაბრუნება, რომელიც ადრე გააჩნდა. ფილმი ეხება ყველანაირ პრობლემატურ საკითხს, როგორ აღარ უყვარს ადამიანებს ამ პერიოდში ბუნებრივად დაბერება. რო შეხედო ყველა ვარსკვლავს თუნდაც ამერიკაში, მე რო არ ვიყვარს ისეთ ვარსკვლავებს ჟენერებს გარდა შემის მაგათ ვარსკვლავებსაც ვერ უწოდებ. რო შეხედო იმდენ პლასტიკური აქვს, მეგონი სახი უკვე ვეღარ ციცინია. ძალიან გული დამწყდა თუნდაც სელინას რო შევხედე და რა გაუკეთა იმანაც სახეს, როგორი ბავშვური და კარგი სახე ქონდა და ნელ-ნელა ადამიანები მოკლედ მიკირურგის მაგალითად ჭკუას არ სწავლობენ. და ნელ-ნელა საკუთარ თავის ისეთი ვერსია ხდებიან, როგორც სუბსტანციაში არის წარმოდგენილი. დაბერების შიშზე, ყველას დაბერების შიში გვაქვს, ასე ვთქვათ, ჩემთვის ეს ყველაზე დიდი შიშია და ვთვლი, რომ ყველა ადამიანში ეს სხვადასხვანაირად მოქმედებს, სხვადასხვანაირ გავლენას ახდენს. პირადად მე ძალიან მეშინია, ძალიან ბუნებრივი ადამიანი ვარ, თამაძარას დროს შემიღებია. შეღებისაც კი მეშინია. მაკიაჟს არ ვისმევ, არ ვატარებ. მიყვარს მეტად ბუნებრივობა, ასე მგონია, თუ გავჭაღარავდები და არაფერს არ მომოქმედებ. იმიტომ რომ არ მინდა რომ შევეწინააღმდეგო ბუნების კანონზომიერებას, არ მინდა არანაირი ჩარევა მოვახდინო. პლასტიკური ოპერაციების წინააღმდეგზე ვარ. აი მონიკა არის ნამდვილი იდეალი ადამიანის და ძალიან ვემხრობი, რომ არ იკეთებს ამ პლასტიკურ ქირურგიას. მოკლედ ეს ფილმი პლასტიკურ ქირურგიას და ყველა ვარსკვლავს დასცინის, რომელიც უფრო დასცინის არა, უფრო თვალების ახალვის მომენტია რა. რომელიც მას მიმართავს თვითონ ვინც საქთამაშობს მათაც მიმართული აქვთ და ალბათ ამ ფილმში გადაღების მერე მოერიდებიან, ასე მგონია. ხო და ახლაც რო უყურებ ადამიანებს, მე ძალიან გული მწყდება, რომ ეწინააღმდეგებიან ბუნების ყველანაირ კანონზომიერებას. მე ვთვლი, რომ ადამიანი თვითონ ყველასნაირად არ ბერდება, ასე ვთქვათ, ყველა ინდივიდუალური პიროვნებები ვართ. მაგალითად, ვიღაცა იტყვის, რა წარმოდგენა გაქვს, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან სწორი წარმოდგენა მაქვს. ვეგეტარიანელი ვარ და ვცდილობ, რომ ძალზე ჯანსაღად ვიყვებო. მაგალითად, ხელით რო გავიჭრა, ამ ფეხი გავიჭრა, შეიძლება 2 წელი დასჭირდეს შეხორცებას. ანუ იმდენად ნელა მიდის პროცესი, რომ არ ვიცი ეს ცუდია თუ კარგია, მაგრამ ძალიან მგონია, რომ განსხვავებულად მაქვს ყველაფერი მოწყობილი რა. ზოგ ადამიანს შეიძლება სხვანაირად მიაჩნდეს, მათ არ ეწინააღმდეგები არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ყველასთვის ყველაფერი ინდივიდუალურია და ყველა შეხედულება ინდივიდუალური. რაც შეეხება მსახიობებს, დემონმა პირველი ოსკარის ნომინაცია მოიპოვა.
ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ მარიელია და არასდროს არ ნებდება. ძალიან ბევრი ნოემბერი-ოქტომბრის ხალხი ამ ფილმში ჩემს სიახლოვეზე მეტად და ხვდები, რომ თვით დესტრუქციის და განადგურების თემატიკა სწორედ აქედან მოდის ადამიანი ნოემბრის თემატიკიდან. არ შეგვიძლია მაგის გარეშე არსებობა თვითონ არც საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტერი. და ეს ფილმიც ამაზე არის საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტერი სწორედ შენ ხარ ადამიანი. დაცინვაც არის ჰარვის პერსონაჟი, რომელსაც აცრულებს დენის ქვედი. რა თქმა უნდა, გეცოდინებათ ერთი საზარელი ჰარვის პროტოტიპი, ასე ვთქვათ, ფილმების ყურება მიყვარდა 2000-იანებში, რომელიც თურმე მისი პროდიუსერებით იყო დაფინანსებული და კებილი სამი სწორედ მისი, ასე ვთქვათ, დაცინვა, რომელიც იმ დროს ვერავინ ვერ მიხვდა და ძალზე საზარელია, რაც ხდებოდა მათთან და ახლა უკვე ყველაფერი გამოაშკარავებულია, მაგრამ იმ დროში ყველაფერი ცუდი ხდებოდა და ხალხს ხმის ამოღების უფლება არ ქონდა. და ყველაზე საინტერესო ფაქტი იცით რა არის, რომ მას არაფერი არ ემართება, როგორც ღმერთმა პატიოს და კირკ დუგლასმა იცხოვრა 100 წელზე მეტი და ნატალი ვუდი მოკვდა და დაიხრჩო. მოკლედ ეს ალმოდოვარსაც აქ თავის ფილმში ჩაქსოვილი, რომ კარგი ადამიანები როგორც ნატალი ვუდი იყო, მარილინ მონრო, რომელსაც პატივსცემდი, მინდოდა დიდი ხანი ეცხოვრათ, მაგრამ ვერ იცხოვრეს. მოკლედ ფილმი ხას უსვას, რომ ცუდი ადამიანებს ცუდი არაფერი ემართებათ, კარგი ადამიანებს ყველა უბედურება ემართებათ, თავს დააწევენ ან რაღაც ბოლო ჩემი ფავორიტი თემატიკა, ფრედის თემატიკა, მის მეათე კლასელი, რომელიც მას შეხვდება. ეს წარსულის მოგონებების ხაზგასმა იყო და ადამიანი, რომელიც პატივს გცემს და მოსწონხარ იმის მიუხედავად, როგორც არ უნდა იყოს. ძალიან გული დამწყდა, რომ მასთან პოემაზე წავა, ჩაიკეტება ბოლომდე და ის სარკის სცენა განუმეორებელია. მოკლედ, ადამიანი დესტრუქცია თავისთვის და ასე არ უნდა ხდებოდეს.